მინდა მოგიყვეთ ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ, რომელიც რამოდენიმე დღის წინ შევასრულეთ ჩვენს კლინიკაში. პაციენტი ახალგაზრდა, ტკივილით ხელის და კისრის არეში, მას ჰქონდა კისრის მალთაშორის დისკის თიაქარი. კისრის მალთაშორის დისკის თიაქრის დროს პირველი რიგის მკურნალობა ითვლება კონსერვატიული მკურნალობა. ეს არის არასტეროიდებით მკურნალობა, ეს არის სტეროიდებით, ანუ მეთილპრედნიზოლონი მკურნალობა, ფიზიოპროცედურები და პაციენტების 70-80%-ს კონსერვატიული მკურნალობის ფონზე ტკივილი ეხსნებათ. თუმცა პაციენტების 20-30%-ს ტკივილი არ ეხსნებათ და აღენიშნებათ მოტორული დეფიციტი. მოტორული დეფიციტი ნიშნავს ძალის სისუსტეს ხელში და ეს ჩვენება არის ქირურგიული ჩარევის. სტანდარტულად ეს ოპერაცია კეთდება წინამიდგომით ხდება კლიენტ მალთაშორის დისკის ჩანაცვლება სპეციალური პროტეზით, кейჯით და განთავისუფლება ხდება ნერვისა და ზურგის ტვინის. ძალიან შედეგიანია ეს ოპერაცია, თუმცა ახლავს ძალიან მცირე რისკები. ეს არის მიდგომიდან გამომდინარე საფლაპავის დაზიანება შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს იშვიათ შემთხვევაში საძილი არტერიის დაზიანება და ასევე იმიტომ რომ სრულად ხდება მალთაშორის დისკის ჩანაცვლება სპეციალური кейჯით შესაძლოა მალე განუვითარდეს მომიჯნავე მალის დეგენერაციული დაავადება, ანუ მომიჯნავე მალის მალთაშორის დისკის თიაქარი. არსებობს ალტერნატიული მკურნალობა ქირურგიული, ეს არის უკანა მიდგომით კისრის მალთაშორის დისკის თიაქრის ამოკვეთა, თუმცა საჭიროებს პაციენტების სწორად შერჩევას. პაციენტი უმეტესად უნდა იყოს ახალგაზრდა, მას უნდა ჰქონდეს ახალი რბილი მალთაშორის დისკის სეკვესტრი ფრაგმენტი, ის უნდა იყოს უფრო მეტად ლატერალური ლოკალიზაციის, პაციენტს უნდა ჰქონდეს კარგი ფიზიოლოგიური ლორდოზი. ამ შემთხვევაში ალტერნატიულ მეთოდად შესაძლოა გამოვიყენოთ კისრის უკანა მიდგომით ოპერაცია და ამოვარდილი ფრაგმენტის ამოღება. თუმცა ტრადიციულად უკანა მიდგომით შესრულებული ოპერაციის შემდგომ პაციენტებს ჰქონდათ დისკომფორტი, იმიტომ რომ ხდებოდა პარასპინალური კუნთების გაჭრა და დაზიანება. თანამედროვე მინინვაზიური მეთოდით, კერძოდ ტუბულარით შესრულებული ოპერაცია საშუალებას გვაძლევს კუნთის გაუჭრელად მოხდეს მიდგომა და შესრულდეს ოპერაცია. მოახდინოთ მიდგომა კისრის მალთაშორის დისკზე და ამოვკვეთოთ ფრაგმენტი კუნთის გაუჭრელად, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტი მალევე რეაბილიტირდეს. უმეტეს ქვეყნებში მსგავსი ოპერაცია ამბულატორიულადაც კი სრულდება, ანუ პაციენტები იმავე დღესვე ეწერება კლინიკიდან. სწორედ ამ მიდგომით გაუკეთეთ ოპერაცია, პაციენტს გაუკეთეთ კუნთის გაუჭრელად, უკანა მიდგომით სპეციალური ტუბულარით, რამაც საშუალება მისცა პაციენტს იმ დღესვე დამდგარიყო ფეხზე და პაციენტი მეორე დღესვე დაუბრუნდა ცხოვრების ძველ რიტმს.